პატარა მოგონებით დავიწყებ. ერთხელ დაიბეჭ ელექტრონულ გაზეთში გამოქვეყნდა ჩემი სტატია, სადაც უზნაძის ხედვებისამებრ განვიხილავდი სწავლის პროცესს, როგორც თავისთავად ღირებულებას და პროდუქტს, როგორც არა მიზანს, არამედ საშუალებას მოსავლის ძალების განვითარებისა და რა მოულოდნელ სიხარულს ვეწიე, როდესაც დამხვდა ბატონი ზურაბის კომენტარი, ანუ ამისთვისაც პოულობდა დროს. და მინდა რომ აი ამ კომენტარიდან პატარა ამონარიდი წაგიკითხოთ. მივაქციოთ ყურადღება დებულებას, ორიენტირება პროცესზე და არა პროდუქტზე. როგორც წარმოიშვა პროდუქტი დავალების შესრულების პროცესი, ეს უნდა გვაინტერესებდეს გზა და არა გზის დასასრული. აი პედაგოგიკის მთელი ამბანი. ძირს შედეგზე ორიენტირებული სწავლა, მე ვარ გზა და ჭეშმარიტება. აი ესეთი ძვირფას რელიქვიად დამჩა ნამდვილად მისი ეს კომენტარი. თავის ერთ-ერთ სტატიაში სწავლა, პროცესი თუ შედეგი, სადაც ასევე ძირს უთხრის შედეგზე ორიენტირებული პედაგოგიკის იდეას, ის ამბობს, შედეგი სწავლის პროცესს არასდროს არ აქვს. ეს მუდმივი პროცესია. და იქვე მოყავს გრიგორ ნოსელის სიტყვები. ადამიანი არის მგზავრი, მარადიული მგზავრი, რომელიც აქაც ამ სოფელშიც მოგზაურობს და იქაც იმოგზაურებს. ბატონი ზურაბი ნამდვილად მარადიულ მგზავრად განიცდიდა თავს და მისი ეს განცდა გამორჩვიოდა მის საუბრებში, მის ცხოვრების წესში, მის ნაწერებში. აი მარადიულ თემასთან დაკავშირებით და მარადიულ თემას უკავშირდება მისი ერთ-ერთი სრულად გენიალური ნარკვევი, რომელიც ეძღვნება გალაქტიონის ლექს სანამწვიმა გადივლიდეს. ამ ლექს იგი უწოდებს ობოლ ლექს, რომელიც მისმა შემქმნელმაც კი დაივიწყა. და ასევე ამბობს ამ ლექსზე ძალიან ნიშანდობლივ რამეს, რომ ეს არის უდასაწყისო და უდასასრულო ლექსი და ალბათ სწორედ ამით იყო ეს ლექსი განსაკუთრებით ძვირფასი ჩვენი ძვირფასი მარადიული მგზავრისთვის. აი ამ ლექსთან დაკავშირებით ამის ამბობს, რომ ეს ტრიქონი მოაცლი ციუ რიდეს, რომ ბურუსში ჩნდებოდეს, სწორედ გვიმხელს მარადიული მგზავრის საგანს. და აი მინდა წაგიკითხოთ საგანს, ანუ რიდეს ბურუსის მიღმიერი სამყარო. მიღმიერი სამყარო, დაფარული სამყარო. და მინდა წაგიკითხოთ ციტატა მოიყვანო მისი ნაწერებიდან, აი ამ ლექსთან დაკავშირებით. რიდეს სამოსელია, ანუ თუ სიტყვიერ ხელოვნებაში გადავიყვანთ, სიტყვა, რომლის უკან იფარება ის რაღაც, არა სიტყვიერი. და ამდენად გამოუთქმელი, თვალით განუჭვრეტელი, გონებითაც მიუწვდომელი. ის რაც ხილულია, არ არის ნამდვილი. ნამდვილობა, ჭეშმარიტება მის დაფარულობაშია. ის რაც რიდის უკან იფარება, ყოფიერების საზრისია, ყოფიერების საზრისი ბნელით არის დაფარული. სწორედ ეს საიდუმლო არის გზა ჭეშმარიტებისაკენ და ეს უსასრულო გზაა. ამიტომაც ადამიანი როგორც მგზავრი მუდამ გზაში, ეს ძალიან ძვირფასი თემა იყო, გზა, გზის თემა მასთან. და იმასაც მიუთითებს, რომ აი მეორე ნაწილში 4-ის ტრიქონი იქნებ ისა თუმცა ისა თითქოს სული სადმე ვრიდეს, ეს სწორედაც რომ გზის თემას წარმოაჩენს მარადიული მგზავრის უსასრულო გზას. ხო, ამ ნარკვევშივე მას აქვს ეს სხვათა შორის და დაბეჭდილი არის იმ კრებულში მისი ნარკვევები, სადაც სათაურად არის გატანილი ორი საკვანძო სიტყვა სწორედ ამ ლექსიდან, ცეცხლი და ბურუსი. ისეთ ნიშანდობლივი მგონია. ხო, კიდევ ერთი ძალიან საგულისხმო ასლს გამოხატავს, ანუ აი ამ ღვთაებრივ რეალობასთან მიმართებით ის მიჯნავს ერთმანეთისაგან და ეს მგონია უმნიშვნელოვანესი. მის პიროვნებაშიც, მის შემოქმედებაშიც ერთმანეთთან მიჯნავს ცოდნის მოპოვების გარეგან, შინაგან გზებს და
რომელიც არის უფრო გულისმიერი, განცდისმიერი, გამოცდილებისეული, ცდისეული და ასევე გარეგან გზებს, რომლის ინსტრუმენტი უკვე არის ტვინი და მისი მენტალური სტრუქტურები. და ამბობს, რომ აი ამ მაღალი ამ დაფარული რეალობების მიუღწვის მოუხელთებელი არის დისკურსული აზროვნებისთვის, არ შეუძლია სიტყვას, ცნებებს მათი მოხელთება არ შეუძლია. აქვე მინდა შეგახსენოთ დიდი საიდუმლო, რომელსაც მელა განდობს პატარა პრინცს. კარგად ხედვა მხოლოდ გულით შეგვიძლია. არსებითი უხილავია თვალებისთვის და იქვე დაძენს ეს ჭეშმარიტება ადამიანებმა დაივიწყეს. აი ამ დავიწყებულ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით ისევ ბატონი ზურაბის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ჩანაწერი, რომელიც ეხება მართასა და მარიამს, სახარებისეულ პერსონაჟებს, რომ ამ ორი პერსონაჟი დობაში ხედავდა, ასე ვთქვათ, ხილულ-უხილავის, ჟამიერ-უჟამოს ერთიანობას. აი ამას გამოხატავდა ორი მართასა და მარიამის დობა, ამას ხედავდა ამაში. და ჭეშმარიტება იკარგება მაშინ, როდესაც მართა სოფელი შეურიგებლად უპირისპირდება მარიამის სოფელს. როდესაც მის მართას სამსახური ცდილობს გააბსოლუტურებას. და ასეთ ფრაზას ამბობს, როდესაც მართას ზედაპირი გაბატონდება მარიამის სიღრმეზე. აი ეს როგორი არის. ანუ სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, როდესაც გარეგანი გზებით შეძენილი ცოდნა, ასე ვთქვათ, ტვინისეული ჩვენი მენტალური კონსტრუქციების პროდუქტი ლამობს გააბსოლუტურებას. ეს უკვე არის ჩაკეტილობა ხილულ სამყაროში. კი ბატონო. ამ დავიწყებულ ხო, ამასთან დაკავშირებით რა მინდა ვთქვა, რომ აი სწორედაც აქ იყო შემოქმედება, მხატვრული შემოქმედება და მეცნიერება. ბატონი ზურაბი მეცნიერთა იმ იშვიათ რიცხვს განეკუთვნება, რომელთა პიროვნულ სივრცეში მართას და სოფელი და მარიამის სოფელი თანაარსებობენ მშვიდობიანად და ვიტყოდი ურთიერთშემავსებლად. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ძვირფასი გზავში აი ეს მარიამის ხედვა, ეს გულის ხედვა უპირატესობს. ეს არის მნიშვნელოვანი და შესაბამისად ტვინისმიერი, ასე ვთქვათ, მენტალური ცოდნა ამის სამსახურში დგას და შესაბამისად მართა ამ შემთხვევაში პირიქით წილნაყარი ამ სიღრმესთან და ამ სიბრძნესთან. ხო, ამიტომ არის სწორედ აი ამ გულის ხედვის გამო არის, რომ ჩვენს ძვირფას მგზავრს, ასე მოვიხსენიებ ბატონ ზურაბს, გულით მხედველს პრინციპულად აინტერესებს ადამიანის არსების შუაგული. ანუ მისი პიროვნულობა და ამ პიროვნულობის ისინი გამოვლინებები კულტურაში. აი, რას ამბობს საოცარ სიტყვებს თავის წიგნში მოქმედა ისა ჯვარი და საქმო. ყოველი კულტურის ფესვი ადამიანშია და ყველგან სადაც კი მას უხდება ცხოვრება, თუნდაც მიუვალ მთებსა და უდაბნოს ხრიოკებს იყოს შეხვიზნული, ის ყველგან თესავს საკაცობრიო თესლს. რა კარგად არის ნათქვამი, რომელიც ნაყოფს იღებს საკაცობრიო კულტურის ყოველ კერძო გამოვლინებაში. სწორედ ეს საკაცობრიო თესლი არის მისი ყურადღების ცენტრი. ანუ ადამიანის პიროვნულობა, ოღონდ ამ სიტყვის ბერდიაევისეული გაგებით. პიროვნულობა არა როგორც ბიოლოგიური ან ფსიქოლოგიური ან ისა რა ქვია, სოციოლოგიური მოცემულობა, პიროვნულობა როგორც ღვთის ხატება, როგორც სრულყოფის პროგრამა, როგორც ბერდიაევი ამბობს, მსგავსებისგან, ღვთის მსგავსებისგან. ანუ სახარებისეული ენით რომ ვთქვათ, როგორც დოგვის მარცვალი, რომლის აღმოცენება უნდა დააკავშიროს ცადამიწას, უნდა ახადგინოს გაწყვეტილი კავშირი ადამიანურსა და ღვთაებრივს შორის.
ხო, აი ეს კაცობრიული თესლი, რომელსაც ის ძალიან ვერ იქ პოულობს და იქ ხედავს, სადაც არ არის ამის მოლოდინი არ აქვს. ამიტომ აი ერთგან წერს ფშავ ხევსურთა საქმეებზე, ისინი მუდმივად არიან ჯვარჩენის, ანუ ჰიეროფანის, ანუ ღვთაებრივი გამოცხადების მოლოდინში ეს საქმო, ნებისმიერი ადგილი მათ მიწა-წყალზე, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ამ ჯვარჩენის ის გახდეს ადგილი და მე ვიტყოდი სწორედ ამას ბატონ ზურავზე, თვითონ იყო მომლოდინე, თუ შეიძლება ითქვას, პიროვნულობის ჩენისა ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ადამიანში და ამით იყო ის საუცხო. მე მქონდა იმის ბედნიერება, რომ მიიღო მონაწილეობა მის მიერ ორგანიზებულ ექსპედიციაში ბუდეფშავის ხეობაში, სადაც დღეობებს უნდა დავსწრებოდით. და აი ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მისმა დამოკიდებულებამ იქ მიმდინარე პროცესების მოვლენების მიმართ, მედღესასწაულების მიმართ. და აი ეს რაღაცა ბავშვური უბრალოებით და გასაოცარი, მაგრამ მისთვის სრულიად ჩვეული იმითი, რა ქვია, თამდაბლობით, რომ ეს ჩემთვის ყოველთვის იყო მისი ძალიან მაღალი გონიერების გამოხატულება. და აი ეს იგრძნობოდა ეს პიროვნულობის ჩენის მოლოდინი და ის აკვირდებოდა გულის ყურით, ანუ არა ფიზიოლოგიური ყურით, არამედ გულის ყურით, უამრავ დეტალებს და ასე ვიტყოდი ჩქამს. ხომ გახსოვთ, როცა ელიას ეცხადება ღმერთი და ესა მოლოდინში არის და იქნება რაღაცა ქარიშხალი, კლდეთა დამანგრეველი და ღმერთი ამ ქარიშხალში არ არის. მე არის ისა რა ქვია, მიწისძვრა და მე არ არის. ამ მიწისძვრაში მე რა ცეცხლი არ არის და მე გაისმის ოდნავი ჩქამი და იქიდან გაიგონებს ღმერთის ხმას. აი სრული სიჩუმე და არა ჩქამი. ხო, იმის ხმა მინდოდა რომ მას შეეძლო აი ასეთ ჩქამებში, სრულიად თითქოს უმნიშვნელო სიტყვებში, ანგრეზებში, რა ვიცი, ზღაპრებში აღმოეჩინა ის არასიტყვიერი სინამდვილე, იმიტომ რომ მოლოდინი ამ კაცობრიული თესლის გამოჩენისა მას ყველგან ჰქონდა. და მინდა ამასთან დაკავშირებით ერთი პატარა კონკრეტული მაგალითი მოვიყვანო. სხვადასხვა ძალიან ის 10 წუთიო მარტო და ამიტომ მე ძალიან მოვჭერი სიტყვა ყველგან. ხო, პატარა მაგალითი მოვიყვანო. ისა ხო, ეს არის ანუ ანდრე ძულ კულტურაში, ანდრის ფშავ ხევსურთა საკრალურ ლექსიკაში გავრცელებული სიტყვა ტერმინი კვრივი, რომელიც აღნიშნავს განსაკუთრებული სიწმინდით მოსილ ადგილს. ხო, ეს ადგილი შეიძლება სხვათა შორის ამის სიმბოლო არის კოშკებს აგებენ, როდესაც შინაგანი სივრცე არ აქვს, მაგრამ ის ტერიტორია ნაკრძალი, რომელიც არის კვრივი, საზღვრები არც აქვს ხილული, მაგრამ მათ განცდაში ეს შემოსაზღვრულია და იქ უკვე სხვანაირად განიცდება რეალობა და იქ შესვლას გარკვეული მომზადება სჭირდება. ხო, ეს ამ ზღურის გადალახვა ეს კიდევ მოკლედ შორს წაგვიყვანს ამაზე, მაგრამ აი რამიდან ნახეთ სვამს ასეთ შეკითხვას, მაინც რათვისებას აღნიშნავს კვრივი და მოაქვს განმარტებები ლექსიკონიდან, მჭიდრო, მტკიცე, შეუღწევადი ადგილი, მთელი, მთლიანი, ანუ ისეთი თვისება, რომელიც უპირისპირდება დუნეს, ცარიერს, ფუღუროს და მოყავს ასევე საფას განმარტება იქვე წიგნში, უღრუო და უნახრეტო და აგრძელებს. აი ეს უკვე მისი ინტერპრეტაცია კვრივი, როგორც ფუტუროს საწინააღმდეგო მოვლენა, მთელია, მთლიანია და ეს არის ჭეშმარიტი სინამდვილე, ანუ ნამდვილი არსებობა და აქ ჩქამი წინადადება, რომელიც სრულიად გამაგიჟა. ეს არის, რომელიც არის, აი ამ კვრივზე. ანუ აქ პირდაპირ გამოძახილი არის ბიბლიიდან, როდესაც მოსეს ეუბნება, ეკითხება, აი კვრივჩენის პროცესშია მოსეს ალებული, რა ქვია, ისა ბუჩქი და ისა ვინახარო, რა ვუთხრა შენი სახელი, მე ვარ, რომელი ვარ. აი ეს ის არის, რომელიც ალბათ მკითხველისთვის უფრო გასაგები ენით, თუმცა შეპარული არის აქ იმხელა შინაარსი და იმხელა მნიშვნელობა, რომ აი და მერე არის თვითონ კოდეშ ებრაული სიტყვა და მახსოვდა, რომელიც ამბობს, რომ ეს კვრივი სიტყვა
სული სიზუსტით გადმოსცემს ეს კოდეში არის ეუბნება შენ გახარ კოდეში წმინდანი ნიადაგზე ხო რომელიც სრული შესატყვისია ამ ებრაული სიტყვის კოდეშისა და იმ შინაარსის ზუსტად გადმომცემია აი ეს სიტყვა გვრივი ანუ ჩვენ აქ ვხედავთ გულისმიერი გზებით როგორ მიდის ჩვენი მგზავრი ერთი უჩინო პატარა ანდრეზებში მიკარგული სიტყვიდან ბიბლიურ ცეცხლოვან შუაგულში. აი ესეთი კავშირების გადმა შეეძლო, იმიტომ თვითონ ეს ცეცხლი იყო მასში. მან დაინახა ონტოლოგიური იგივეობა ამ მოვლენას, ამ ორ სიტყვას შორის. დაინახა ის ალი, აი ამ პატარა მიწებულ კულტურაში და მის სიტყვებში, ის ალი, რომელიც იმ საერთო ცეცხლიდან მომდინარეობს. ასეთი რამ მხოლოდ ასეთი წვდომები მხოლოდ აღებულ გულს შეუძლია. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ ბატონი ზურაბისთვის არც ისე საინტერესო იყო მითოლოგიის ისტორიული ასპექტების კვლევა. ეს უფრო მართას სობლის მკვიდრს აინტერესებს. და აი ამასთან დაკავშირებით, ხო, ანუ მისი გულის მზერა გულის ყური უფრო თქმულების ონტოლოგიური მხარეებისკენ არის მიმართული. მას აინტერესებს იქ მაგალითად, კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან, ის იკვლევს ქაჯავეთის ისა რა ქვია, გადახვის თქმულებას, შავხესური თქმულება არის, ვინიან რომ გამოიხსნან განძი. და მას აინტერესებს არა გარეგანი ისტორია, მაგალითად ეს თქმულება რამდენად ასახავს ქართველ და ქისტ ტომებს შორის გამართულ ბრძოლებს. არა, ამას ის გვერდსულის, ის სიღრმეში მიდის. მას აინტერესებს ის ონტოლოგიური სიღრმე, არა გარეგანი ისტორია, არამედ შინაგანობა ამ ამბის. და შინაგანი ისტორია ვნახავთ მერე, რომ ეს კაცობრიობის შინაგან ისტორიას უკავშირდება. და მას აინტერესებს ეს თქმულება, როგორც რიდე, როგორც ბურუსი, რომლის უკან რაღაცა იდუმლო იმალება. მას აინტერესებს კიდევ რა საერთო აქვს მას სხვა თქმულებებთან და ამიტომ საოცარ პარალელებს, მაგალითად, აქ აქვს ამასთან დაკავშირებით ინანას თქმულება, რომელსაც ფასეულობები მოაქვს კულტურის საფუძვლები ურუქის ქვეყნისათვის, ცივილიზაციისათვის. ანუ ის ამ თქმულებებში ეძებს გულით მოტანილ და შიგნით დაუნჯებულ ღვთაებრივ არქეტიპებს. იმ არქეტიპებს, რომელთა გაგება და რასაკვირველია, გულისმიერი გაგება ისევ და ისევ, ჩვენ უფრო ღრმად შეგვიყვანს ყოფიერების ბნელი, დაფარული, ის რა ქვია, ონტოლოგიური საზრისში. უფრო ღრმად შეგვიყვანს, აქ ხომ უსასრულოა ეს რა, მაგრამ უფრო ღრმად შეგვიყვანს. ხო, აი ეს გულით მოტანილი, ამიტომ და აი ეს მარცვალი, რომელიც ეს თესლი, რომელიც პროგრამებულება, ხო? აი მინდა გავიხსენო ერთი პატარა საგულისხმო ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, რომელსაც თავისოზე ძალიან დამაფიქრა და დამჭირდა გავი დრო, რომ გამეგო რას ნიშნავდა ეს. აი, როდესაც ვიყავით ფშავში, იქ დაგვემგზავრა ერთი ხევსური გოგონა, რომელსაც არაფერი განათლება სკოლის იქით არ ქონდა მიღებული, რაღაცა აღთქმის გამო უნდა მოელოცა, ასე ვთქვათ, ფშაური დღესასწაულები, მაგრამ ეს გოგონა ნასაზრდოები იყო ანდრეზული კულტურით, ასე ვთქვათ. ამიტომ რასაკვირველია ბატონი ზურაბის იმას ინტერესს იწვევდა მისი ცოდნა გამოცდილება და ანუ დაუახლოვდნენ ერთმანეთს და მჯეროდნენ. სხვათა შორის, აი სწორფრობაზე აქ არაჩვეულებრივი ისა რა ქვია, ჩანაწერი ეს კრებული რო გამოვიდა ჩანაწერების, სადაც ისეთი სიღრმით განიხილავს, იქაც აი ონტოლოგიაში, საზრისში ჩადის და ჩემი აზრით, აი დიდი დამსახურება იყო ამ პატარა ხევსური გოგონას, იმიტომ რომ ყველა ამ თემებზე ისინი ამ თემებს განიხილავდნენ ღრმად. და რა იყო საინტერესო, რომ ისეთ მოულოდნელ პასუხებს იძლეოდა ეს გოგო
და ისეთ ასე ვთქვათ გულისმიერ პასუხებს, ღრმა პასუხებს, რომ გაოცებული იყო ბატონი ზურაბი იმდენად, რომ ერთხელ ხო ესე იგი გააფართოვა შეკითხვების არეალი და გადავიდა უფრო ფილოსოფიურ ცხოვრების ფილოსოფიურ ასპექტებზე და აქაც განმაცვიფრებელი პასუხები მიიღო და მე ამას გვიყვებოდა ამ შინაარს დიალოგისას და ასეთი კითხვა დასვა, რომელიც მე ძალიან ჩამრჩა, საიდან ეს ცოდნა ამ პატარა უბირ წყემს გოგონაში, საიდან, ამას იმეორებს და რაღაცა შინაარსით იმეორებდა ამას, პასუხი არ მოუწია, თუმცა იგრძნობოდა, რომ მას ჰქონდა ამაზე პასუხი. მაგრამ აი მერე გავიდა, არ ვიცი ხა თვეები თუ რაღაცა დრო გამოხდა და ხანი გამოხდა და მითხრა ასეთი რამე, რომ იციო, იმ გოგონასთან ურთიერთობის შემდეგო უამრავი წიგნი გადავყარე ჩემი ბიბლიოთეკიდანო. ხო და იმ მომენტში მე ვერ ვიხვდი რა, მაგრამ აი მერე მე გავიაზრე, მან გადაყარა ესე იგი მართას სოფელში გამოკეტილი ავტორების წიგნები, სადაც აი ეს გულისმიერი ცუდე, ანუ გადაყარა ტვინისმიერი პროდუქტები, რომელიც იმას რიდის ფუნქციას კი არ ასრულებს, ანუ რომელიც არის ჩაკეტილი ტიხარი. ჩაკეტილი ტიხარი. ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მოხდა. ეხლა რომ მიუბრუნდეთ, მაგრამ მოვჩები რომ მიუბრუნდეთ აი ამ გატაცებულ საგანძურს გატაცებული სანგანძურის თემას, ანუ აქაც მან აი ეს გახსნა, ასე ვთქვათ, ამ გახსნა, ასე ვთქვათ, აუცილებლად რიდის უკან რა იმალებოდა. აი ეს ადამიანი კაცობრიული ისტორია, ადამიანის შინაგანი ისტორია, კაცობრიობის შინაგანი ისტორია, რასაც თქვენ დღეს საუბრობთ. ადამიანი, რომელიც გადასახლდა თავისი ასე ვთქვათ, ღვთაებრივი სიღრმეებიდან, თავისი შუაგულიდან, ონტოლოგიური პიროვნულობის შუაგულიდან გადასახლდა გარეთ და აი ამ ანდრესში ის ხედავს მობრუნებულ ადამიანს აი ამ შუაგულისკენ, რომელიც უკვე ციური ძალების მხარდაჭერით იბრუნებს საგანძურს და ეს საგანძური რა არის, სხვა რა არის თუ არა, აი ეს პიროვნულობა, ეს ღვთისხატობა. ეს ხო, აი ერთი პატარა ისიც ნაცარქექიაზეც რო არ თქვა, არ შემიძლია ახლა, იმიტომ რომ ზუსტად ამას უკავშირდება, ანუ აქაც გენიალური ჩანაწერი აქვს ნაცარქექიაზე, სადაც ამავე არქეტიპულ შინაგან ისტორიას გვაჩვენებს. ანუ ის გვაჩვენებს, რომ ეს რძალი და მისი ოჯახი მართას სოფელში არიან. ხოლო ნასრის მქექველი არის მარიამის სოფელში, ის კერასთან არის, შუაგულში არის, საიდანაც გადაიშლება მის წინაშე დევური ძალების მიერ გადაცებული აღქმული ქვეყანა. და აი როგორი სიტყვებით, ისევე სიტყვებით ჩქამია მასთან. აი როგორ ამბობს და დავამთავრებ. ხო, მისი, ანუ ნაცარქექიაზე ქცევა დაცლილია გარეშე თვალისთვის აზრისგან, როგორც ნაცარი ცეცხლისგან. მაგრამ ნაცარქექია მიცის, რომ ნაცრის ჩხრეკა ცეცხლის არსის, მისი საფუძვლის ჭვრეტის სიმბოლოა. იქ არის, იქ. ის ხილულში უხილავს ეძებს. მან იცის, რისი დანატოვარია ნაცარი და ნაცრიდან რას შეიძლება მიწვდეს მისი მჩხრეკები. არ ვიცი, სიტყვიერ რიდეებში დაფარული არასიტყვიერი რეალობების სამგვარი წვდომა მართლაც მხოლოდ და მხოლოდ ალებული გულით მხედველს გზავს შეუძლია. ამ უსასრულო გზაზე იდგა ამ წუთის სოფელში ბატონი ზურაბი და უამრავი ნაყოფი გამოიყო, რაზეც ჩვენ დღეს საუბრობთ და მე მჯერა, რომ იმ მხარეშიც აგრძელებს მოგზაურობას. დავასრულებ ერთი და აუცილებლად ეხლავე დავასრულებ ჩვენი მადლიური მგზავრის რჩეული ლექსით. ამ უდასაწყისო და უდასასრულო ლექსით, რომელიც გალაქტიონს ეკუთვნის. სანამ წვიმა გადივლიდეს, გზები გამშრალდებოდეს, ნუ მოაცრი ციურ რიდეს, რომ ბურუში ჩნდებოდეს, თითქოს სული სადმე ვლიდეს და გულს ცეცხლისდებოდეს.
სანამ წვიმა გადივლიდეს, გზები გამშრალდებოდეს.